როდესაც მედია ჯაფარიძის პირადი არქივი გაიხსნა მისი გარდაცვალებიდან 10 წლეულების შემდეგ, თეატრის მუზეუმის თანამშრომლებმა იპოვეს ძველი, ყვითელი კონვერტი, რომელზეც ხელით იყო ნაწერი, არასოდეს გახსნათ რეზოს სიცოცხლეში. შიგნით იყო 30-ზე მეტი წერილი, რომლებიც მედიამ საკუთარ თავს მიწერა 1950-იან და 55-იან წლებში, მაგრამ არასოდეს გაგზავნა. ამ წერილებში ქართული თეატრის დიდი ლედი აღწერდა ტკივილს, რომელიც არავის უთქვამს, როგორ უარი თქვა საკუთარ ოცნებებზე, როგორ გადასცა საუკეთესო როლები ქმარს, როგორ დაკარგა შანსი ევროპულ სცენებზე გამოსვლისა მხოლოდ იმიტომ, რომ რეზო ტაბუკაშვილის კარიერა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ეს დოკუმენტები 10 წლეულების განმავლობაში იყო დამალული, რადგან თბილისის თეატრალური ელიტა იცავდა იდეალური წყვილის მითს. მაგრამ რატომ მალავდა მედია ამ ჭეშმარიტებას? ვინ აიძულა იგი დაეწერა ეს სატანჯველი სიტყვები, მაგრამ არასოდეს გაეხმაურებინა? რა ფასი გადაიხადა ქართულმა თეატრმა ამ დიდი შეთქმულებისთვის? და რატომ გადაწყვიტა მედიამ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გამხდარიყო ცნობილი? 1950-იან წლებში, როდესაც რუსთაველის თეატრის ბრწყინვალე შუქები ანათებდა თბილისის ღამეებს, მედია ჯაფარიძე და რეზო ტაბუკაშვილი იყვნენ ქართული სცენის უდავო მეფე და დედოფალი. მათი სახელები ერთად ისმოდა, როგორც სიმფონია, მედია და რეზო, რეზო და მედია. ხალხი ფიქრობდა, რომ ეს იყო სიყვარულის და ხელოვნების სრულყოფილი კავშირი, სადაც ორი დიდი ნიჭი ერთმანეთს აძლიერებდა. მაგრამ კულისების უკან, სადაც არავინ ხედავდა, სრულიად სხვა სპექტაკლი იდგმებოდა, სპექტაკლი მსხვერპლისა და ჩუმი უარყოფის, სადაც მედია თამაშობდა როლს, რომელსაც არასოდეს არ აირჩევდა. თეატრის ძველი გრიმიორის ოთახში, სადაც მედია საათობით სიხარობდა სარკის წინ, კედლებზე ჯერ კიდევ ჩანს ძველი ფოტოები, მედია როგორც ოფელია, როგორც ანა კარენინა, როგორც ჟანა დ'არკი. ყველა ეს როლი მან ითამაშა 1930-იან წლებში, სანამ რეზოს შეხვდებოდა. მაშინ იგი იყო თავისუფალი, ბრწყინვალე, შეუზღუდავი. მაშინ მოსკოვის თეატრალური კრიტიკოსები მას უწოდებდნენ ახალ დუზეს, ხოლო პარიზის იმპრესარიოები აპირებდნენ მის მოწვევას საფრანგეთში. მაგრამ 1942 წელს, როდესაც მედიამ თქვა დიახ რეზოს წინადადებაზე, რაღაც შეიცვალა. არა მაშინვე, არა დრამატულად, ეს იყო ნელი, თითქმის შეუმჩნეველი გადასვლა, როგორც დღის შუქი ნელ-ნელა ქრება და ბინძს უთმობს ადგილს. რეზო ტაბუკაშვილი იყო ბრწყინვალე, ამბიციური, ქარიზმატული. მისი ხმა ავსებდა დარბაზს, მისი თვალები ანთებდა სცენას, მისი ნიჭი იყო უდავო. მაგრამ რეზოს ჰქონდა კიდევ ერთი თვისება, რომელზეც არავინ საუბრობდა ხმამაღლა, მას სჭირდებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, სჭირდებოდა აღიარება, სჭირდებოდა დამტკიცება, რომ ის იყო საუკეთესო. და მედია, თავისი უსაზღვრო სიყვარულით და თავდადებით, გახდა ის ადამიანი, ვინც ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა. თავიდან ეს ჩანდა როგორც ურთიერთდახმარება, ორი დიდი მსახიობი, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ. მაგრამ თანდათან, წლიდან წლამდე ეს ბალანსი იცვლებოდა. 1945 წელს, როდესაც რუსთაველის თეატრმა დაიწყო დამა კამელიებით მუშაობა, მედია იყო ბუნებრივი არჩევანი მარგერიტ გოტიეს როლისთვის. მან წლები იოცნება ამ როლზე, შეისწავლა ფრანგული, წაიკითხა ალექსანდრე დიუმას ორიგინალი 10-ჯერ, მოამზადა ინტერპრეტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო რევოლუციური. მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც რეჟისორმა გამოაცხადა როლების განაწილება, მედიამ უთხრა, მე ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლში უნდა ვითამაშო პრუდანსის როლი. მარგერიტა ძალიან ახალგაზრდაა ჩემთვის. ეს იყო სიცრუე. მედიას იყო 32 წელი, იგი იყო თავის პიკზე. მაგრამ წინა საღამოს რეზომ უთხრა, რომ მას სურდა ითამაშოს არმანი დიუვალი, მარგერიტას შეყვარებული და რომ ეს როლი იქნებოდა მისი დიდი გარღვევა. მაგრამ თუ შენ ითამაშებ მარგერიტას, თქვა რეზომ, მედიას ხელს ჩაჭიდა და თვალებში ჩახედა ის თვალებით, რომლებიც იცოდა როგორ ევედრებინა, მაშინ ყველა ყურადღება შენზე იქნება. შენ ხომ იცი, რომ შენ ყოველთვის იპყრობ სცენას. მე კი მჭირდება ეს შანსი, მედია. მე მჭირდება, რომ დამინახონ როგორც რომანტიკული გმირი, არა მხოლოდ როგორც ტრაგიკული პერსონაჟების შემსრულებელი. მედიამ იცოდა, რას ნიშნავდა ეს. თუ იგი უარს იტყოდა, რეზო შეიძლებოდა დღეებით არ ესაუბრა მას, შეიძლებოდა გახდომოდა ცივი და დისტანციური, შეიძლებოდა დაეწყო ის ჩუმი დასჯა, რომელიც უფრო მტკივნეული იყო ვიდრე ნებისმიერი კამათი. და ამიტომ მედიამ გააკეთა ის, რასაც შემდეგ 10 წლეულების განმავლობაში გააკეთებდა, დათმო საკუთარი ოცნება ქმრის ამბიციების სასარგებლოდ. მან ითამაშა პრუდანსი მეორეხარისხოვანი როლი, ხოლო მარგერიტა ითამაშა ახალგაზრდა მსახიობმა, რომელიც ვერც კი ადგებოდა მედიას ჩრდილს. სპექტაკლი იყო წარმატებული, მაგრამ არა მარგერიტას გამო, იმიტომ რომ რეზო ტაბუკაშვილმა მოიპოვა ის, რაც სურდა. ყველა კრიტიკოსი წერდა მის ბრწყინვალე არმან დიუვალზე.
იმ ღამეს სახლში დაბრუნებულმა მედიამ პირველად დაწერა ის წერილი საკუთარ თავს, წერილი, რომელიც 30 წლის შემდეგ იპოვნეს ყვითელ კონვერტში. დღეს მე მივეცი პირველი ნაწილი ჩემი სულისა, წერდა იგი ძველ ფაქის ქაღალდზე, რომელზეც მელნის კვალი ადგილ-ადგილ იყო ბუნდოვანი, თითქოს ცრემლებისგან. მე უარი ვთქვი როლზე, რომელზეც ვოცნებობდი, რადგან რეზოს სჭირდებოდა ბრწყინვალება. და ყველა მიმიხვეჭა, რომ ეს იყო ჩემი არჩევანი, ჩემი გადაწყვეტილება. მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომ მე აღარ ვიცი, სად მთავრდება მისი სურვილები და სად იწყება ჩემი საკუთარი ნება. მე ვხედავდი, როგორ იცვლებოდა მედია, ამბობს ნინო ჭავჭავაძე, რომელიც 1950-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე მუშაობდა რუსთაველის თეატრის გრიმიორად. ახლა ნინოს აქვს 90-ზე მეტი წელი, მაგრამ მისი მეხსიერება კვლავ ბრწყინვალეა, როდესაც საუბრობს იმ დღეებზე, როდესაც თეატრი იყო მისი მთელი სამყარო. ყველა ფიქრობდა, რომ მედია და რეზო იყვნენ იდეალური წყვილი, მაგრამ მე ვხედავდი მედიას თვალებს, როდესაც იგი ჩემს სავარძელში ჯდა და მე ვხატავდი მის სახეს. ის თვალები ყოველთვის ამბობდნენ ჭეშმარიტებას, რომელსაც მისი ღიმილი მალავდა. ნინო ჩერდება, უყურებს ფანჯარას, სადაც თბილისის ძველი ქუჩები ჩანს და აგრძელებს. 1955 წლიდან დაახლოებით, მე დავიწყე შენიშვნა, რომ მედია ყოველთვის მოდიოდა გრიმიორში ნახევარი საათით ადრე სპექტაკლამდე. არა იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა მეტი დრო მომზადებისთვის, მედია იყო პროფესიონალი, მას შეეძლო 10 წუთში მზად ყოფილიყო. იგი მოდიოდა იმიტომ, რომ სჭირდებოდა ადგილი, სადაც შეეძლო ყოფილიყო საკუთარი თავი, სადაც არავინ მოელოდა, რომ ყოფილიყო რეზო ტაბუკაშვილის სრულყოფილი მეუღლე. ნინოს მოგონებები ხსნის კარს იმ სამყაროში, რომელსაც საზოგადოება არასოდეს ხედავდა. ერთხელ 1959 წელს მედია მოვიდა გრიმიორში და მისი ხელები ძრწოდა. მე ვკითხე, რა მოხდა და მან მითხრა, რომ იმ დღეს დილით რეჟისორმა შესთავაზა მას მთავარი როლი ახალ სპექტაკლში, მეფე ლირი. მედიას უნდა ეთამაშა კორდელია, ლირის ყველაზე ერთგული ქალიშვილი, როლი, რომელიც მოითხოვდა უზარმაზარ ემოციურ სიღრმეს. მაგრამ რეზოს სურდა ითამაშოს ლირი და მან უთხრა მედიას, რომ თუ იგი მიიღებდა კორდელიას როლს, ეს იქნებოდა კონფლიქტი მათ ოჯახში, რადგან ორივე არ შეეძლოთ ერთდროულად იყვნენ ერთი სპექტაკლის ცენტრში. ნინო ღრმად ამოიოხრებს და აგრძელებს, მედიამ მითხრა, რომ მან უარი თქვა როლზე. მან უთხრა რეჟისორს, რომ მას სურდა ითამაშოს რეგანა, ერთ-ერთი ბოროტი ქალიშვილი, მეორეხარისხოვანი როლი. და როდესაც მე ვკითხე, რატომ, მედიამ მითხრა, რადგან რეზოს სჭირდება ეს როლი უფრო მეტად ვიდრე მე. მას სჭირდება და ამტკიცოს, რომ მას შეუძლია ითამაშოს ტრაგიკული მეფე. ხოლო მე უბრალოდ მინდა, რომ ჩვენი ქორწინება გადარჩეს. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. თეატრის არქივებში, ძველ დოკუმენტებში ჩანს ნიმუში, რომელიც მეორდება წლიდან წლამდე. 1954 წელს, როდესაც თბილისში ჩამოვიდა მოსკოვის დელეგაცია, რომელიც ეძებდა ქართველ მსახიობებს საბჭოთა კავშირის საუკეთესო თეატრებში გასტროლებისთვის, მედია იყო მათი პირველი არჩევანი. მათ სურდათ მედია წაიყვანათ მოსკოვში 3 თვით, სადაც იგი უნდა ეთამაშა მთავარი როლები ბოლშოი დრამატულ თეატრში. ეს იყო შანსი, რომელზეც ყველა ქართველი მსახიობი ოცნებობდა. მოსკოვი იყო იმპერიის ცენტრი, ბრწყინვალების სიმბოლო, კარიერის მწვერვალი. მაგრამ მედიამ უარი თქვა. ოფიციალურად მან თქვა, რომ მას არ შეეძლო დაეტოვებინა თბილისი 3 თვით, რადგან რუსთაველის თეატრს სჭირდებოდა იგი მიმდინარე სპექტაკლებისთვის. მაგრამ ნინო ჭავჭავაძე იცოდა ჭეშმარიტება, რეზო არ სურდა, რომ მედია წასულიყო მოსკოვში მის გარეშე. მას ეშინოდა, რომ თუ მედია მოიპოვებდა წარმატებას მოსკოვში, იგი აღარ დაბრუნდებოდა თბილისში, ან რომ იგი გახდებოდა ძალიან დამოუკიდებელი. და მედიამ, როგორც ყოველთვის, აირჩია რეზოს სიმშვიდე საკუთარი ოცნების ნაცვლად. თეატრის სხვა თანამშრომლებიც იხსენებენ იმ დღეებს. გიორგი მესხი, რომელიც იყო რუსთაველის თეატრის ადმინისტრატორი 1950-იანი და 55-იანი წლების განმავლობაში, ამბობს, რეზო იყო ბრწყინვალე მსახიობი, მაგრამ მას ჰქონდა ეგო, რომელიც ავსებდა მთელ თეატრს. მას სჭირდებოდა იყოს ცენტრში, სჭირდებოდა იყოს ვარსკვლავი. და მედია ესმოდა ეს. იგი იცოდა, რომ თუ ორივე ეცდებოდნენ იყვნენ ვარსკვლავები ერთდროულად, მათი ქორწინება დაიშლებოდა. ამიტომ მედიამ გააკეთა არჩევანი, მან გადაწყვიტა იყოს მთვარე, რომელიც ასახავს რეზოს მზეს, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო საკუთარი მზე. მაგრამ ეს არჩევანი ღირდა. ნინო ჭავჭავაძე იხსენებს, წლების განმავლობაში მე ვხედავდი, როგორ ქრებოდა ის ცეცხლი მედიას თვალებში. 1930-იან წლებში, როდესაც მე პირველად შევხვდი მედიას, მისი თვალები ანთებდნენ, როგორც ვარსკვლავები. მაგრამ 1955-იანი წლების ბოლოსთვის ის ცეცხლი იწყებდა ჩაქრობას.
მედია კვლავ იყო ბრწყინვალე სცენაზე, მაგრამ გრიმიორში, როდესაც არავინ უყურებდა, მისი სახე იყო დაღლილი, მისი მხრები იყო ჩამოშვებული, მისი თვალები იყო სავსე ტკივილით, რომელსაც იგი არასოდეს გამოხატავდა სიტყვებით. 1955-იანი წლების ბოლოს მოხდა კიდევ ერთი გადამწყვეტი მომენტი. პარიზიდან ჩამოვიდა იმპრესარიო, რომელიც ეძებდა მსახიობებს საფრანგეთში ქართული კლასიკური დრამების წარმოსადგენად. მან ნახა მედია სპექტაკლში ოთარ ანთქვრივი და დაუყოვნებლივ შესთავაზა მას კონტრაქტი 6 თვე პარიზში, მთავარი როლები ქართულ სპექტაკლებში, რომლებიც უნდა წარმოდგენილიყო ევროპის საუკეთესო თეატრებში. ეს იყო შანსი, რომელზეც მედია ოცნებობდა მთელი ცხოვრება, პარიზი, ევროპას საერთაშორისო აღიარება. მაგრამ რეზოს არ მოეწონა ეს იდეა. მან უთხრა მედიას, რომ 6 თვე ძალიან გრძელი დროა, რომ მათი ქორწინება ვერ გადარჩება ასეთ გაყოფას, რომ მას სჭირდებოდა მედია თბილისში, იხსენებს ნინო. და მედიამ კვლავ უარი თქვა. მან უთხრა იმპრესარიოს, რომ მას არ შეეძლო დაეტოვებინა თბილისი, რადგან მას ჰქონდა ოჯახური ვალდებულებები. იმ ღამეს მედიამ დაწერა კიდევ ერთი წერილი საკუთარ თავს, წერილი, რომელიც ახლა ინახება თეატრის მუზეუმში. დღეს მე უარი ვთქვი პარიზზე. მე უარი ვთქვი ევროპაზე. მე უარი ვთქვი ყველაფერზე, რაზეც ოცნებობდი ახალგაზრდობაში. და ყველა მიმიხვეჭა, რომ ეს იყო ჩემი არჩევანი, რომ მე ვარჩიე ოჯახი კარიერაზე. მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომ მე აღარ ვიცი, რა არის ჩემი არჩევანი და რა არის უბრალოდ გზა ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობისა. მე ვსწავლობ ცხოვრებას ჩრდილში და ყოველი დღე ამ ჩრდილში მაძლევს მე ნაკლებ და ნაკლებ შუქს. რატომ არ ესაუბრა მედია ამის შესახებ ხმამაღლა? რატომ არ აღიარა საჯაროდ, რომ მისი ქორწინება იყო კარიერული მსხვერპლი? ნინო ჭავჭავაძეს აქვს თავისი ვერსია. იმ დროს 1950-იან და 55-იან წლებში ქალი მსახიობი, რომელიც ჩიოდა ქმრის ამბიციებზე, ითვლებოდა სუსტად, ქედმოუხრელად, არაპროფესიონალად. მედიას ესმოდა, რომ თუ იგი ესაუბრებოდა ჭეშმარიტებას, ხალხი არ დაუჯერებდა მას, ისინი ფიქრობდნენ, რომ იგი უბრალოდ შურს იძიებდა რეზოს წარმატებაზე. ამიტომ მედიამ აირჩია ჩუმად ტკივილი, ჩუმად მსხვერპლი, ჩუმად გაქრობა საკუთარი ოცნებებიდან. 1955-იანი წლების ბოლოს, ზუსტად 1959 წლის დეკემბერში მოხდა ინციდენტი, რომელმაც თითქმის გაანადგურა მედია და რეზოს ქორწინება და რომელზეც თეატრალურმა ელიტამ ათწლეულების განმავლობაში არ ისაუბრა. იმ დღეს ცივზამთრის საღამოს რუსთაველის თეატრში უნდა გამართულიყო პრემიერა, დონ ჟუანი, სადაც რეზო ითამაშებდა მთავარ როლს, ხოლო მედია, დონ ანას, ერთ-ერთ დონ ჟუანის მსხვერპლს. სპექტაკლამდე 3 საათით ადრე, მედია იყო გრიმიორში, ემზადებოდა როლისთვის, როდესაც კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ნინო ჭავჭავაძე, რომელიც იმ დროს იყო მედიასთან, იხსენებს, კარზე იდგა ქალი, რომელსაც მე არასოდეს მინახავს. იგი იყო დაახლოებით 25 წლის, ლამაზი, ელეგანტური, მაგრამ მის თვალებში იყო რაღაც საშიში, ის თვალები იყო სავსე რისხვით და ტკივილით. ქალმა მოითხოვა ესაუბრა მედიასთან პირადად. ნინომ სცადა მისი გაჩერება, მაგრამ მედიამ თქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და სთხოვა ნინოს დაეტოვებინა ისინი მარტო. მე გავედი გრიმიორიდან, მაგრამ დავრჩი კარის უკან, აღიარებს ნინო. მე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე. და ის, რაც მოვისმინე, შეცვალა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი მედიასა და რეზოს შესახებ. ქალმა, რომლის სახელი იყო თამარ ბერიძე და რომელიც მუშაობდა თბილისის სხვა თეატრში როგორც მეორეხარისხოვანი მსახიობი, უთხრა მედიას, რომ მას ჰქონდა რომანი რეზოსთან უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. მე ვიცოდი, რომ რეზო იყო დაქორწინებული, თქვა თამარმა, მისი ხმა ძრწოდა ემოციებისგან, მაგრამ მან მითხრა, რომ მისი ქორწინება იყო მხოლოდ ფორმალობა, რომ თქვენ იყავით მხოლოდ პარტნიორების სცენაზე, არა ცხოვრებაში. მან მითხრა, რომ მას სურდა განქორწინება, მაგრამ თქვენ არ აძლევდით მას თავისუფლებას, რადგან გეშინოდათ სკანდალისა. ნინო ჭავჭავაძე, რომელიც ისმენდა ამ საუბარს კარის უკან, იხსენებს, მე ველოდი, რომ მედია აფეთქდებოდა, რომ იგი გააძევებდა ამ ქალს, რომ იგი დაიწყებდა ყვირილს. მაგრამ ამის ნაცვლად მედია იყო სრულიად ჩუმი. რამდენიმე წამის განმავლობაში არაფერი ისმოდა და შემდეგ მე მოვისმინე მედიას ხმა, ჩუმი, 7, თითქმის ცივი. ყველაფერი, რაც რეზომ გითხრათ, არის სიცრუე, თქვა მედიამ. ჩვენი ქორწინება არ არის ფორმალობა. ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ვზიარებთ ცხოვრებას, ვზიარებთ სცენას. და მე არასოდეს არ ვუთქვამს რეზოს, რომ მე არ მივცემდი მას განქორწინებას, თუ მას ეს სურდა. მაგრამ რეზოს არასოდეს არ უთქვამს მე, რომ მას სურდა განქორწინება. თამარ ბერიძე, როგორც ჩანს, არ ელოდა ასეთ პასუხს. მაშინ რატომ მითხრა მან ყველა ეს? კითხა მან, მისი ხმა ახლა უფრო დაბნეული იყო, ვიდრე გაბრაზებული.
მედიას პასუხი იყო მარტივი და დამამცირებელი, რადგან რეზოს სჭირდება ყოველთვის იყოს ცენტრში. მას სჭირდება იყოს სასურველი, საჭირო, განსაკუთრებული. და თქვენ ჩემო ძვირფასო იყავით მხოლოდ კიდევ ერთი გზა, რომლითაც მან დაამტკიცა საკუთარი თავისთვის, რომ მას შეუძლია მოიპოვოს ყველაფერი, რაც სურს. ნინო ჭავჭავაძე იხსენებს, რომ ამის შემდეგ თამარ ბერიძე გავიდა გრიმიორიდან ცრემლებში, ხოლო მედია დარჩა მარტო. მე შევედი გრიმიორში რამდენიმე წუთის შემდეგ, ამბობს ნინო და ვნახე მედია, რომელიც იჯდა სარკის წინ და უყურებდა საკუთარ ასახვას. მისი სახე იყო სრულიად გამოხატულებაზე მოკლებული, თითქოს იგი იყო ქანდაკება, არა ცოცხალი ადამიანი. მე ვკითხე, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი და მედიამ უბრალოდ თქვა, დიახ, ნინო. ყველაფერი რიგზეა. ჩვენ გვაქვს სპექტაკლი 2 საათში. მე უნდა ვიყო მზად. მაგრამ იმ საღამოს სპექტაკლი იყო განსხვავებული. ყველა ვინც იყო დარბაზში იხსენებს, რომ მედიას თამაში იყო განსაკუთრებით ინტენსიური, განსაკუთრებით ტკივილიანი. როდესაც დონა ანა ყვიროდა დონ ჟუანზე ბრალს სდებდა მას მამის სიკვდილში, ყველა გრძნობდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ როლი, ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, უფრო პირადი. გიორგი მესხი, რომელიც იყო დარბაზში იმ საღამოს, ამბობს, მე არასოდეს მინახავს მედია ასე. იგი არ თამაშობდა დონა ანას, იგი იყო დონა ანა. მისი ტკივილი იყო რეალური, მისი რისხვა იყო რეალური. და როდესაც იგი უყურებდა რეზოს, რომელიც თამაშობდა დონ ჟუანს, მის თვალებში იყო რაღაც, რაც აიძულებდა ყველას დარბაზში გაჩერებულიყოს უმთქვაში. სპექტაკლის შემდეგ კულისებში მოხდა ის, რაზეც თეატრალურმა ელიტამ ათწლეულების განმავლობაში არ ისაუბრა. რეზო მივიდა მედიასთან ღიმილით, მზად იყო მიეღო აპლოდისმენტები და კომპლიმენტები როგორც ყოველთვის. მაგრამ მედიამ უთხრა მას, ძალიან ჩუმად, ისე რომ მხოლოდ რეზომ მოისმინა, მე ვიცი თამარ ბერიძეს შესახებ. მე ვიცი ყველაფერი. რეზოს სახე, როგორც იხსენებს ნინო ჭავჭავაძე, რომელიც იყო ახლოს, გაფითრდა. მან სცადა რაღაცის თქმა, მაგრამ მედიამ ხელი აუწია, არა, თქვა მედიამ, არა ახლა. არა, აქ. ჩვენ გვაქვს სპექტაკლი, გვაქვს საზოგადოება, გვაქვს იმიჯი. ჩვენ ვისაუბრებთ სახლში. მაგრამ სახლში, როგორც ჩანს, ისინი არასოდეს არ ისაუბრეს ამ თემაზე. მედიამ დაწერა კიდევ ერთი წერილი საკუთარ თავს იმღამეს, წერილი, რომელიც ახლა ინახება მუზეუმში. დღეს მე გავიგე, რომ რეზოს ჰყავს სხვა ქალი. მე უნდა გამეკვირვებინა, უნდა დამეტკინა გული, უნდა გამეჩინა რისხვა. მაგრამ ამის ნაცვლად მე ვგრძნობ მხოლოდ დაღლილობას. მე ვარ დაღლილი იმით, რომ ვიყო ის, ვინც ყოველთვის იძლევა, ყოველთვის თმობს, ყოველთვის ირჩევს რეზოს ბედნიერებას ჩემს ბედნიერებაზე. და ახლა მე ვიცი, რომ ყველა ეს მსხვერპლი იყო უაზრო, რადგან რეზოს არასოდეს არ ყოფნია საკმარისი. მას ყოველთვის სჭირდება მეტი ყურადღება, მეტი აღიარება, მეტი სიყვარული. და მე, რომელმაც მივეცი მას ყველაფერი, აღარ ვარ საკმარისი. მაგრამ მედიამ არ დატოვა რეზო. იგი დარჩა მასთან კიდევ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1970-იანი წლების ბოლომდე. რატომ? რატომ არ წავიდა იგი, როდესაც გაიგო ღალატის შესახებ? რატომ არ მოითხოვა განქორწინება, როდესაც მან დაინახა, რომ მისი მსხვერპლი არ იყო დაფასებული? ნინო ჭავჭავაძეს აქვს თავისი ვერსია, მედია იყო ქალი თავისი დროის. იმ დროს განქორწინება იყო სკანდალი, განსაკუთრებით თეატრალურ წრეებში. მედიას ესმოდა, რომ თუ იგი დატოვებდა რეზოს, ხალხი ბრალსდებდა მას, არა რეზოს. ისინი ამბობდნენ, რომ მედია იყო ძალიან ამბიციური, ძალიან ჯიუტი, ძალიან ცივი. ამიტომ მედიამ აირჩია დარჩენა, მაგრამ ემოციურად დისტანცირება. იგი დარჩა რეზოს მეუღლეთ სახელით, მაგრამ არა გულით. თეატრის თანამშრომლები იხსენებენ, რომ 1959 წლის შემდეგ მედია და რეზოს ურთიერთობა შეიცვალა. ისინი კვლავ თამაშობდნენ ერთად სცენაზე, კვლავ ცხოვრობდნენ ერთად სახლში, მაგრამ ის სითბო, ის ინტიმურობა, რომელიც ადრე იყო მათ შორის, გაქრა. ისინი იყვნენ როგორც ორი კოლეგა, რომლებიც მუშაობენ ერთად, მაგრამ არა როგორც ქმარი და ცოლი, ამბობს გიორგი მესხი. მედია იყო თავაზიანი, პროფესიონალი, მაგრამ იგი აღარ იყო ისვნებიანი, ცოცხალი ქალი, რომელიც იყო 1930-იან წლებში. რაღაც მასში გაქრა, შეიძლება იყო იმედი, შეიძლება იყო სიყვარული, შეიძლება იყო უბრალოდ რწმენა, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს განსხვავებული. მაგრამ საზოგადოებისთვის მედია და რეზო კვლავ იყვნენ იდეალური წყვილი. ისინი ესწრებოდნენ პრემიერებს ერთად, იძლეოდნენ ინტერვიუებს ერთად, ღიმოდნენ ფოტოებისთვის. ერთად. და არავინ იცოდა, რომ ამ ღიმილის უკან იყო ტკივილი, რომელიც მედია ატარებდა 10 წლეულების განმავლობაში, ტკივილი დაკარგული ოცნებებისა, დაკარგული შანსებისა, დაკარგული საკუთარი თავისა.
არავინ იცოდა, რომ ყოველ საღამოს სახლში დაბრუნებულმა მედია წერდა წერილებს საკუთარ თავს, წერილებს, რომლებშიც იგი აღწერდა ჭეშმარიტებას, რომელსაც არასოდეს გაუზიარებდა სხვას. და ახლა, როდესაც ეს წერილები იპოვნეს, როდესაც ეს ჭეშმარიტება გამოვიდა, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, რამდენი სხვა მედია არსებობს ჩვენს თეატრებში, ჩვენს კინოში, ჩვენს ცხოვრებაში. რამდენი ქალი ატარებს ამ ტკივილს ჩუმად, რადგან საზოგადოება მოელის მათგან მსხვერპლს, მაგრამ არა ჩივილს. რამდენი ნიჭიერი ადამიანი კარგავს საკუთარ ოცნებებს, რადგან სხვა ადამიანის ეგო არის ძალიან დიდი, ძალიან მომთხოვნი, ძალიან შეუძინელი. და რატომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვაგრძელებთ ამ მითების შენარჩუნებას, მითებს იდეალური წყვილების, იდეალური ქორწინებების, იდეალური ცხოვრებების შესახებ, როდესაც ჭეშმარიტება არის ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო ტკივილიანი, ბევრად უფრო ადამიანური. 1959 წლის შემდეგ, როდესაც მედიამ გაიგო რეზოს ღალატის შესახებ და მაინც დარჩა მასთან, თეატრალურ წრეებში დაიწყო ჩურჩული, რომელიც არასოდეს გახდა ხმამაღალი საუბარი, მაგრამ რომელიც ყველას ესმოდა. 1950-იანი და 55-იანი წლების თბილისში არსებობდა ადგილი, სადაც თეატრალური ელიტა იკრიბებოდა ყოველ კვირას პატარა კერძო სალონი რუსთაველის გამზირზე, რომელსაც ეკუთვნოდა ნატო ქავთარაძე, ყოფილი ოპერის მომღერალი, რომელიც ახლა იყო თბილისის კულტურული ცხოვრების არაოფიციალური დედოფალი. ამ სალონში, სადაც კედლები იყო მოხატული წითელ ხავერდოვანში და ჰაერი იყო სავსე თამბაქოს კვამლით და ძვირფასი სუნამოთი, თეატრის დირექტორები, რეჟისორები, წამყვანი მსახიობები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომ განეხილათ არა მხოლოდ რეპერტუარი და როლების განაწილება, არამედ ის, რაც ნამდვილად მართავდა თეატრალურ სამყაროს, ვინ იყო ხელისუფლებაში, ვინ კარგავდა გავლენას, ვინ იყო აღმავალი ვარსკვლავი და ვინ იყო ჩამქრალი მზე. სწორედ ამ სალონში 1959 წლის იანვარში მოხდა საუბარი, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა მედეას ბედი და რომელზეც თვითონ მედეამ მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო, როდესაც უკვე გვიან იყო რაიმეს შეცვლა. იმ საღამოს სალონში იყვნენ 7 ადამიანი: ნატო ქავთარაძე, რუსთაველის თეატრის დირექტორი ალექსანდრე წერეთელი, რეჟისორი გიორგი დანელია, კულტურის სამინისტროს მოადგილე ვახტანგ ჯავახიშვილი და 3 წამყვანი მსახიობი, მათ შორის რეზო ტაბუკაშვილი. მედია არ იყო მოწვეული, ეს იყო მხოლოდ კაცების შეხვედრა, როგორც ხშირად ხდებოდა იმ დროს, როდესაც ნამდვილი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ქალების გარეშე. საუბარი იყო მოსკოვიდან მოსული წინადადების შესახებ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო თეატრები გეგმავდნენ დიდ ტურნეს ევროპაში და მათ სჭირდებოდათ ქართველი მსახიობები, რომლებიც წარმოადგენდნენ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას პარიზში, ლონდონში, ბერლინში. ეს იყო შანსი, რომელზეც ყველა ოცნებობდა, ევროპას საერთაშორისო აღიარება, შესაძლებლობა გახდე არა მხოლოდ ქართული, არამედ საბჭოთა და ევროპული თეატრის ნაწილი. და ბუნებრივად, პირველი სახელი, რომელიც ყველას გონებაში მოვიდა, იყო მედია ჯაფარიძე, ქართული თეატრის უდავო დედოფალი, ქალი, რომლის ნიჭი იყო ლეგენდარული. მაგრამ როდესაც ალექსანდრე წერეთელმა წარმოადგინა მედიას კანდიდატურა, ოთახში დამყარდა უცნაური დუმილი. ვახტანგ ჯავახიშვილი, კულტურის სამინისტროს მოადგილე, რომელიც იყო ძლიერი, გავლენიანი კაცი, რომლის სიტყვა იყო თითქმის კანონი თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, ნელა ჩაასხა კონიაკი თავის ჩიქაში, მიიღო ხლუპი და თქვა: მედია ჯაფარიძე არის ბრწყინვალე მსახიობი, ამაში არავინ ეჩვობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ ნიჭზე, არამედ იმაზეც, თუ ვინ შეძლებს საუკეთესოდ წარმოადგინოს ქართული თეატრი ევროპაში. და მედიას აქვს. როგორ ვთქვათ? გარკვეული პირადი გარემოებები, რომლებიც შეიძლება გახდეს პრობლემა. ყველა მიცოდა რას გულისხმობდა ვახტანგი, მედიას ქორწინება რეზოსთან, რომელიც ახლა იყო გართულებული ღალატის ამბით, რომელიც თუმცა არ იყო საჯაროდ ცნობილი, მაგრამ თეატრალურ წრეებში ყველას ესმოდა. რეზო ტაბუკაშვილი, რომელიც იჯდა ოთახის კუთხეში და ამ დრომდე ჩუმად უსმენდა საუბარს, უცებ ჩაერია: მე ვფიქრობ, რომ ვახტანგი მართალია. მედია არის დიდი მსახიობი, მაგრამ ევროპული ტურნე მოითხოვს არა მხოლოდ ნიჭს, არამედ გარკვეულ მოქნილობას, უნარს ადაპტირდე ახალ გარემოში, იყო დამოუკიდებელი. და მედია, როგორც თქვენ იცით, არის ძალიან, როგორ ვთქვათ, დაკავშირებული თბილისთან, ოჯახთან, ჩვენს თეატრთან. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას შეიძლება იყოს ევროპაში რამდენიმე თვე ჩვენი მხარდაჭერის გარეშე. ეს იყო ბრწყინვალე მანიპულაცია, რეზო აყენებდა მედიას როგორც სუსტს, დამოკიდებულს, უნარს იყოს დამოუკიდებელი, მაშინ როდესაც ჭეშმარიტება იყო სრულიად საპირისპირო. მედია იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ქართულ თეატრში, მაგრამ რეზო იცოდა, როგორ გამოეყენებინა სიტყვები, რომ შექმნა სხვა შთაბეჭდილება. გიორგი დანელია, რეჟისორი, რომელიც მუშაობდა მედიასთან 10 წლეულების განმავლობაში და რომელიც იცნობდა მის ნამდვილ ძალას, სცადა დაეცვა მედია, მაგრამ რეზო, შენ უკეთ იცი ვიდრე ვინმე, რომ მედია არის ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი მსახიობი,
რომელიც ოდესმე გყოლია. იგი არასოდეს არ გაუშვია სპექტაკლი, არასოდეს არ დააგვიანა რეპეტიციაზე, ყოველთვის არის მზად, ყოველთვის არის ბრწყინვალე. მაგრამ რეზომ ხელი აუწია, დიახ, გიორგი, შენ მართალი ხარ. მედია არის პროფესიონალი. მაგრამ ევროპული ტურნე არის სხვა დონე. ეს არის არა მხოლოდ სპექტაკლები, არამედ დიპლომატია, საზოგადოებრივი ღონისძიებები, ინტერვიუები უცხო ენებზე, უნარი წარმოადგინო არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი ქართული კულტურა. და მე, როგორც მისი ქმარი, ვიცი, რომ მედიას აქვს გარკვეული შეზღუდვები ამ მხრივ. ნატო ქავთარაძე, რომელიც ამ დრომდე ჩუმად უსმენდა საუბარს, ჩაერია თავისი რბილი, მაგრამ მტკიცე ხმით, რეზო ჩემო ძვირფასო, მე მახსოვს, როდესაც მედია პირველად გამოვიდა სცენაზე 1930-იან წლებში. იგი იყო ახალგაზრდა, შეშინებული, მაგრამ უკვე მაშინ ყველას ვიცოდით, რომ ეს იყო განსაკუთრებული ნიჭი. და ახლა 20 წლის შემდეგ შენ გვეუბნები, რომ მას აქვს შეზღუდვები. რა შეიცვალა? რეზოს სახე გაფითრდა, მაგრამ მან შეინარჩუნა სიმშვიდე. ნატო, შენ არ ესმის. მე არ ვსაუბრობ მედიას ნიჭზე. მე ვსაუბრობ პრაქტიკულ საკითხებზე. მედიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებზეც იგი არ საუბრობს საჯაროდ. მას აქვს მიგრენები, რომლებიც ზოგჯერ ხანგრძლივდება დღეებით. როგორ შეძლებს იგი გაუძლოს ევროპულ ტურნეს, სადაც სპექტაკლები იქნება თითქმის ყოველ საღამოს, ეს იყო სიცრუე და ყველამ იცოდა ეს. მედიას არასოდეს ჰქონია სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. მაგრამ რეზო იყო ბრწყინვალე მანიპულატორი, მან იცოდა, რომ თუ იგი წარმოადგენდა მედიას როგორც ფიზიკურად სუსტს, ხალხი დაიწყებდა ეჩვის შეტანას. და სწორედ ეს მოხდა. ვახტანგ ჯავახიშვილი, რომელსაც სჭირდებოდა მხოლოდ მიზეზი, რომ არ გაეგზავნა მედია ევროპაში, დაუყოვნებლივ დაეთანხმა, რეზო მართალია. ჩვენ არ შეგვიძლია გავარისკოთ. თუ მედია დაავადდება ევროპაში, ეს იქნება სკანდალი არა მხოლოდ ჩვენი თეატრისთვის, არამედ მთელი ქართული კულტურისთვის. ჩვენ უნდა გაუგზავნოთ ადამიანი, რომელიც არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, ძლიერი, მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის. ალექსანდრე წერეთელი, თეატრის დირექტორი, რომელიც იცნობდა მედიას ნამდვილ ღირებულებას, სადა კიდევ ერთხელ დაეცვა იგი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მედია ჯაფარიძეზე, ქალზე, რომელმაც არასოდეს გააცდინა სპექტაკლი 20 წლის განმავლობაში. ქალზე, რომელიც თამაშობდა მაშინაც კი, როდესაც ჰქონდა ტემპერატურა, როდესაც ჰქონდა ტკივილი, როდესაც ჰქონდა პირადი ტრაგედიები. როგორ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ იგი არ არის საკმარისად ძლიერი, მაგრამ რეზომ უკვე მოიგო ეს ბრძოლა. მან შექმნა ეჩვი და ეჩვი იყო საკმარისი. ვახტანგ ჯავახიშვილმა დაასრულა საუბარი. ალექსანდრე, მე გესმის შენი პოზიცია, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჩვენ გავგზავნით ევროპაში სხვა მსახიობებს. მედია დარჩება თბილისში, სადაც იგი გააგრძელებს თავისი ბრწყინვალე მუშაობა ჩვენს თეატრში. იმ საღამოს, როდესაც რეზო დაბრუნდა სახლში, მედია ელოდა მას სამზარეულოში, ჩაის ჩიკითხელში. როგორ იყო შეხვედრა? კითხა მედიამ, მისი ხმა იყო მშვიდი, თითქმის გულგრილი. რეზომ ჩაიხადა პალტო და თქვა, კარგად. ჩვენ ვისაუბრეთ ევროპულ ტურნეზე. სამწუხაროდ შენ ვერ შეძლებ წახვიდე, ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნება ძალიან დამღლელი შენთვის. მედიამ ნელა დადო ჩიქა მაგიდაზე და უყურა რეზოს თვალებში. ვინ ფიქრობს ასე? რეზომ თავი არიდა მის მზერას, ვახტანგი, ალექსანდრე, ყველა. ისინი ზრუნავენ შენზე, მედია. ისინი არ სურთ, რომ შენ გადაიღალო. მედია იცოდა, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ იგი აღარ ჰქონდა ძალა ებრძოლა. იგი უბრალოდ თქვა, მესმის და გავიდა ოთახიდან. იმ ღამეს მედიამ დაწერა ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი წერილი საკუთარ თავს. დღეს მეკლავ წამართვეს ჩემი ოცნება. არა პირდაპირ, არა ძალადობით, არამედ ჩურჩულით, ეჩვებით, სიცრუეებით. რეზომ უთხრა მათ, რომ მე ვარ სუსტი, დამოკიდებული, უნარი. და ისინი დაუჯერეს, რადგან ისინი სურდათ დაეჯერებინათ. რადგან ჩემი წარმატება ევროპაში იქნებოდა საფრთხე მათთვის, საფრთხე იმ სისტემისთვის, სადაც ქალები უნდა იყვნენ მეორეხარისხოვანები, სადაც ქალების ნიჭი უნდა იყოს კონტროლირებადი, შეზღუდული, დამოკიდებული კაცების გადაწყვეტილებებზე. და მე, რომელმაც ვიბრძოლე 20 წელი, რომ დავამტკიცო ჩემი ღირებულება, ახლა ვარ უძლური. მე ვიცი ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტება აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ძალაუფლება არის სხვების ხელში. მომდევნო დღეებში თეატრში ყველამ გაიგო, რომ მედია არ წავიდოდა ევროპულ ტურნეზე. ოფიციალური ვერსია იყო, რომ მედიას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და რომ ექიმებმა არ მისცეს მას ნებართვა გრძელი მოგზაურობისთვის. მაგრამ თეატრის თანამშრომლები, რომლებიც იცნობდნენ ჭეშმარიტებას, ჩუმად საუბრობდნენ კულისებში.
ნინო ჭავჭავაძე იხსენებს, როდესაც მედიამ გაიგო ოფიციალური ვერსია, იგი არაფერი თქვა. იგი უბრალოდ გააგრძელა მუშაობა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ მე ვხედავდი მის თვალებში ის ცეცხლი, რომელიც ჯერ კიდევ რჩებოდა, ახლა თითქმის სრულიად ჩაქრა. მედია იყო, როგორც ჩრდილი საკუთარი თავისა. რატომ არ ებრძოლა მედია? რატომ არ გამოვიდა საჯაროდ და არ უთხრა ხალხს ჭეშმარიტება, რომ მისი ქმარი და თეატრალური ელიტა შეთქმულებდნენ მის წინააღმდეგ, რომ ისინი კარგავდნენ მის კარიერას არა იმიტომ, რომ იგი იყო სუსტი, არამედ იმიტომ, რომ იგი იყო ძალიან ძლიერი. გიორგი მესხი, რომელიც იყო მედიას ახლობელი მეგობარი, ამბობს, მედია იცოდა, რომ თუ იგი ესაუბრებოდა, არავინ დაუჯერებდა მას. იმ დროს ქალი, რომელიც ბრალს სდებდა ქმარს და თეატრალურ ელიტას, ითვლებოდა ისტერიულად, შურიანად, არაპროფესიონალად. მედიას ესმოდა, რომ მისი სიტყვა იქნებოდა გამოყენებული მის წინააღმდეგ, რომ ისინი ამბობდნენ, ხედავთ? ჩვენ მართლები ვიყავით, იგი არის ემოციურად არასტაბილური, უნარი გაუმკლავდეს სტრესს. ამიტომ მედიამ აირჩია ჩუმება, მაგრამ ეს ჩუმება კლავდა მას ნელ-ნელა, დღითი დღე. 1959 წლის შემდეგ მედიას ცხოვრება გახდა რუტინა, რომელიც მეორდებოდა დღითი დღე, წლითი წელი. იგი იღვიძებდა დილით 7 საათზე, ამზადებდა საუზმეს რეზოსთვის, მიდიოდა თეატრში, რეპეტიციებდა, თამაშობდა სპექტაკლებში, ბრუნდებოდა სახლში, ამზადებდა ვახშამს და მიდიოდა საძინებელში, სადაც წერდა წერილებს საკუთარ თავს, წერილებს, რომლებიც იყო მისი ერთადერთი გზა გამოხატოს ტკივილი, რომელსაც იგი არასოდეს გამოხატავდა ხმამაღლა. 1959 წლიდან 1955 წლების ბოლომდე მედიამ ითამაშა 30-ზე მეტი როლი რუსთაველის თეატრში, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო მთავარი როლი, რომელზეც იგი ოცნებობდა. ყველა ეს როლი იყო მეორეხარისხოვანი, დამხმარე, ჩრდილები იმ ბრწყინვალე პერსონაჟებისა, რომლებსაც თამაშობდნენ სხვები, ხშირად რეზო, ხშირად ახალგაზრდა მსახიობები, რომლებსაც მედია ასწავლიდა, ამზადებდა, აძლიერებდა, მაგრამ რომლებიც შემდეგ იღებდნენ როლებს, რომლებზეც მედია ოცნებობდა. 1955 წლების შუა პერიოდში რუსთაველის თეატრმა დაიწყო მუშაობა ახალ სპექტაკლზე, ანტიგონე, ძველი ბერძნული ტრაგედია, რომელიც ყოველთვის იყო მედიას საყვარელი. ანტიგონე, ქალი, რომელიც ებრძვის სისტემას, რომელიც არ ეშინია ძალაუფლების, რომელიც ირჩევს ჭეშმარიტებას სიკვდილზე. ეს იყო როლი, რომელიც თითქოს შექმნილი იყო მედიასთვის, როლი, რომელიც შეეძლო ყოფილიყო მისი უდიდესი ტრიუმფი. მაგრამ როდესაც რეჟისორმა, ახალგაზრდა და ამბიციურმა ლადო მესხიშვილმა დაიწყო როლების განაწილება, მან შესთავაზა მედიას არა ანტიგონეს როლი, არამედ ისმენეს როლი, ანტიგონეს და სუსტი, შეშინებული ქალი, რომელიც არ გაბედავს ებრძოლოს სისტემას. მედიამ იცოდა რატომ რეზოს სურდა ითამაშოს კრეონი, ანტიგონეს მოწინააღმდეგე, ძლიერი მეფე და მას სჭირდებოდა ახალგაზრდა, ლამაზი მსახიობი ანტიგონეს როლში, რომელიც შექმნიდა ვიზუალურ კონტრასტს მის მომწიფებულ კრეონთან. ნინო ჭავჭავაძე იხსენებს იმ დღეს, როდესაც მედიამ გაიგო როლების განაწილების შესახებ, მედია მოვიდა გრიმიორში და უბრალოდ ჩამოჯდა სავარძელში. იგი არ ტიროდა, არ ყვიროდა, არ გამოხატავდა რაიმე ემოციას. იგი უბრალოდ იჯდა და უყურებდა სარკეს, თითქოს ეძებდა რაღაცას საკუთარ ასახვაში, შეიძლება იმედს, შეიძლება ძალას, შეიძლება უბრალოდ მიზეზს გააგრძელოს. მე ვკითხე მას, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი და მედიამ უბრალოდ თქვა, ნინო, რამდენი წელია მე ვთამაშობ ისმენეს როლს ჩემს საკუთარ ცხოვრებაში. რამდენი წელია მე ვარ ის შეშინებული და რომელიც არ გაბედავს ებრძოლოს. შეიძლება ახლა დროა ვითამაშო ეს როლი სცენაზეც. მაგრამ მედიას ტკივილი არ იყო მხოლოდ როლების დაკარგვა. ის, რაც ნამდვილად კლავდა მას, იყო ის ფაქტი, რომ თეატრალური ელიტა, ადამიანები, რომლებსაც იგი თვლიდა მეგობრებად, კოლეგებად, ოჯახად, ჩუმად აკვირდებოდნენ მის დაცემას და არაფერს აკეთებდნენ. ისინი ხედავდნენ, როგორ კარგავდა მედია როლებს, როგორ კარგავდა შანსებს, როგორ კარგავდა საკუთარ თავს, მაგრამ არავინ ამბობდა არაფერს. არავინ ებრძოდა მისთვის, არავინ იდგა მის გვერდით, არავინ ეუბნებოდა რეჟისორებს, ეს არის უსამართლობა, ეს არის დანაშაული ხელოვნების წინააღმდეგ. ისინი ყველა ჩუმობდნენ, რადგან ჩუმება იყო უსაფრთხო, ჩუმება არ ქმნიდა კონფლიქტს, ჩუმება იცავდა მათ საკუთარ კარიერებს. გიორგი მესხი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის ადამიანთაგანი, ვინც სცადა დაეცვა მედია, იხსენებს, მე ვსაუბრობდი ლადო მესხიშვილთან, რეჟისორთან და ვეუბნებოდი მას, რომ მედია იყო იდეალური არჩევანი ანტიგონესთვის. მაგრამ ლადომ მითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო ზემოდან ვახტანგ ჯავახიშვილმა, კულტურის სამინისტროს მოადგილემ, პირადად უთხრა მას, რომ მედია უნდა ეთამაშა მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლები, რადგან მას სჭირდებოდა დასვენება მთავარი როლების სტრესისგან. ეს იყო ოფიციალური ვერსია, მაგრამ ჭეშმარიტება იყო, რომ ვახტანგი მოქმედებდა რეზოს თხოვნით.
რეზოს სჭირდებოდა, რომ მედია ყოფილიყო ჩრდილში, რადგან მხოლოდ ასე შეეძლო მას ყოფილიყო შუქში. 1955-იანი წლების ბოლოს მედიას ჯანმრთელობა ნამდვილად დაიწყო გაუარესება, არა იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაიმე სერიოზული დაავადება, არამედ იმიტომ, რომ ემოციურმა ტკივილმა დაიწყო ფიზიკური სიმპტომების გამოცვევა. მედიას დაეწყო უძილობა, იგი იწვა ღამეებით, თვალები ღია, ფიქრობდა ყველა იმ როლზე, რომელიც დაკარგა, ყველა იმ შანსზე, რომელიც გაუშვა, ყველა იმ ოცნებაზე, რომელიც არასოდეს განხორციელდა. მედიას დაეწყო თავის ტკივილები, არა მიგრენები, როგორც რეზო ამბობდა, არამედ ტკივილი, რომელიც მოდიოდა დაძაბულობისგან, სტრესისგან, იმ მუდმივი ძალისხმევისგან იყოს ძლიერი, როდესაც შიგნით იგი იშლებოდა. მედიას დაეწყო წონის დაკლება, არა იმიტომ, რომ იგი იყო დიეტაზე, არამედ იმიტომ, რომ მას აღარ ჰქონდა მადა, აღარ ჰქონდა სურვილი ჭამოს, აღარ ჰქონდა სურვილი ზრუნოს საკუთარ თავზე. ნინო ჭავჭავაძე იხსენებს, 1955-იანი წლების ბოლოსთვის მედია იყო ჩრდილი იმ ქალისა, რომელიც იყო 1930-იან წლებში. იგი კვლავ იყო ლამაზი, კვლავ იყო ელეგანტური, მაგრამ მის თვალებში აღარ იყო ის ცეცხლი, ის ვნება, ის სიცოცხლე. იგი იყო როგორც ლამაზი ქანდაკება, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა შიგნიდან. თეატრის ექიმმა, რომელიც რეგულარულად ამოწმებდა მსახიობების ჯანმრთელობას, რეკომენდაცია გაუწია მედიას აეღო შვებულებად და ესვენა, შეეცადა აღედგინა ძალები. მაგრამ მედიამ უარი თქვა. თუ მე შევჩერდები, თუ მე დავტოვებ სცენას, მაშინ რა დამრჩება? თქვა მედიამ ნინოსთან საუბარში. სცენა არის ერთადერთი ადგილი, სადაც მე კვლავ შემიძლია ვიყო ცოცხალი, სადაც მე კვლავ შემიძლია ვიგრძნო რაღაც. თუ მე დავკარგავ სცენას, მე დავკარგავ ყველაფერს. მაგრამ სცენაც კი აღარ იყო ის თავშესაფარი, რომელიც ადრე იყო. 1955-იანი წლების ბოლოს რუსთაველის თეატრში დაიწყო ახალი ტენდენცია, ახალგაზრდა მსახიობების პრომოცია, ახალი სისხლის შემოტანა, როგორც ამბობდნენ დირექტორები. ეს თავისთავად არ იყო ცუდი, თეატრს ყოველთვის სჭირდება ახალგაზრდა ნიჭები. მაგრამ ეს ახალი სისხლის შემოტანა ხდებოდა ძველი, გამოცდილი მსახიობების, განსაკუთრებით ქალების ხარჯზე. მედია, რომელსაც იყო 50 წელი და რომელიც კვლავ იყო თავის პიკზე როგორც მსახიობი, უცებ დაიწყო მოხსენიება როგორც ძველი გვარდია, როგორც წარსული, როგორც ადამიანი, რომელიც უნდა გადადგეს გვერდზე და გაუშვას გზა ახალგაზრდებს. გიორგი მესხი იხსენებს ერთ შეხვედრას თეატრის დირექციაში, სადაც ალექსანდრე წერეთელმა თქვა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. მედია ჯაფარიძე არის დიდი მსახიობი, მაგრამ იგი არის წარსული. ჩვენ უნდა ვაძლიეროთ ახალგაზრდა ქალი მსახიობები, რომლებიც იქნებიან ჩვენი თეატრის მომავალი. მე ვკითხე მას, მაგრამ რატომ უნდა ავირჩიოთ მომავალი წარსულის ხარჯზე? რატომ არ შეგვიძლია გქონდეს ორივე, გამოცდილება და ახალგაზრდობა? და ალექსანდრემ მითხრა, რადგან რესურსები შეზღუდულია. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მთავარი როლები ყველას. ჩვენ უნდა ავირჩიოთ და ჩვენ ვირჩევთ მომავალს. ეს არჩევანი ნიშნავდა, რომ მედია კიდევ უფრო მეტად იძევდა ჩრდილში. 1955-იანი წლების ბოლოდან 1957-იანი წლების დასაწყისამდე მედიამ ითამაშა მხოლოდ მცირე როლები, მოხუცი დედები, მოსამსახურეები, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებსაც ჰქონდათ 5 ან 10 წინადადება მთელ სპექტაკლში. ეს იყო დამამცირებელი, ტკივილიანი, დამანგრეველი. მაგრამ მედია აგრძელებდა, რადგან იგი არ იცოდა რა სხვა გაეკეთებინა. თეატრი იყო მისი ცხოვრება, მისი იდენტობა, მისი ყველაფერი. და თუნდაც ეს ყველაფერი ახლა იყო მხოლოდ ჩრდილი იმისა, რაც ადრე იყო, მედია არ შეეძლო დაეტოვებინა იგი. რატომ არ წავიდა მედია სხვა თეატრში? რატომ არ სცადა მან დაწყება ახლიდან სადმე, სადაც მისი ნიჭი იქნებოდა დაფასებული? ნინო ჭავჭავაძეს აქვს პასუხი. იმ დროს თბილისში იყო მხოლოდ რამდენიმე დიდი თეატრი და ყველა მათგანი იყო კონტროლირებადი იმავე ადამიანების მიერ, ვახტანგ ჯავახიშვილი და მისი წრე. თუ მედია წავიდოდა სხვა თეატრში, იგი წაიყვანდა თან თავის რეპუტაციას როგორც პრობლემური მსახიობი, როგორც ქალი, რომელიც ვერ გაუმკლავდა სტრესს, როგორც ადამიანი, რომელიც ძალიან ამბიციური. და ეს რეპუტაცია გაჰყვებოდა მას ყველგან. ამიტომ მედიამ აირჩია დარჩენა რუსთაველის თეატრში, სადაც მაინც ჰქონდა რაღაც, თუნდაც მცირე როლები, თუნდაც ჩრდილი, მაგრამ მაინც სცენა. 1957-იანი წლის გაზაფხულზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც თითქმის გაანადგურა მედია და რომელზეც თეატრალურმა ელიტამ ათწლეულების განმავლობაში არ ისაუბრა. იმ დროს რუსთაველის თეატრში მუშაობდა ახალგაზრდა ჟურნალისტი, ნინო გოგოლაძე, რომელიც ამზადებდა დიდ სტატიას ქართული თეატრის ისტორიაზე. ნინო გოგოლაძე იყო ჭკვიანი, ამბიციური, პრინციპული ქალი, რომელიც არ ეშინოდა ჭეშმარიტების ძიების.
იგი ინტერვიუებდა თეატრის თანამშრომლებს, მსახიობებს, რეჟისორებს და ნელ-ნელა იწყებდა ხედვას ნიმუშისა, რომელიც აჩვენებდა როგორ იყო ქალი მსახიობები, განსაკუთრებით მედია ჯაფარიძე, სისტემატურად მარგინალიზებულები, როგორ იყო მათი კარიერები შეზღუდული, როგორ იყო მათი ნიჭი დაკარგული. ნინო გოგოლაძემ მოითხოვა ინტერვიუ მედიასთან და მედიამ დათანხმდა. ისინი შეხვდნენ მედიას სახლში, პატარა, ხუდრო ბინაში ძველ თბილისში, სადაც კედლებზე ეკიდა ფოტოები მედიას ახალგაზრდობიდან, ფოტოები, სადაც იგი იყო ბრწყინვალე, ლამაზი, სავსე სიცოცხლით. ნინო გოგოლაძე, რომელიც ახლა ცხოვრობს პარიზში და რომელმაც წლების შემდეგ გაიხსენა ეს ინტერვიუ, ამბობს, როდესაც მე შევედი მედიას სახლში, მე დავინახე ქალი, რომელიც იყო ფიზიკურად იქ, მაგრამ ემოციურად სადღაც შორს. მედია იყო თავაზიანი, გულთბილი, მაგრამ მის თვალებში იყო ისეთი სიღრმე ტკივილისა, რომ მე თითქმის ვერ ვუძლებდი მის მზერას. ინტერვიუს დასაწყისში მედია საუბრობდა სტანდარტულ თემებზე, თეატრის ისტორიაზე, თავის როლებზე, თავის კოლეგებზე. მაგრამ როდესაც ნინო გოგოლაძემ დაიწყო კითხვები უფრო პირადი თემების შესახებ, რატომ არ წავიდა მედია ევროპულ ტურნეზე, რატომ არ ითამაშა მთავარი როლები ბოლო წლებში, როგორ გრძნობდა თავს როგორც ქალი მსახიობი იმ სისტემაში, სადაც კაცები აკონტროლებდნენ ყველაფერს, მედიას სახე შეიცვალა. მე ვნახე, როგორ დაძაბულდა მედია, იხსენებს ნინო გოგოლაძე. მისი ხელები დაიწყო ძრწოლა, მისი ხმა გახდა ჩუმი, თითქმის ჩურჩული. და შემდეგ უცებ მედიამ დაიწყო საუბარი, არა როგორც საჯარო ფიგურა, არამედ როგორც ქალი, რომელიც ატარებდა ტკივილს 10 წლეულების განმავლობაში. მედიამ უთხრა ნინო გოგოლაძეს ყველაფერი, როგორ უარი თქვა როლებზე რეზოს ამბიციების გამო, როგორ დაკარგა ევროპული შანსები, როგორ იყო მარგინალიზებული თეატრალური ელიტის მიერ, როგორ იყო წარმოდგენილი როგორც სუსტი და დამოუკიდებელი, როდესაც ჭეშმარიტება იყო საპირისპირო. მედიამ უთხრა ნინოს რეზოს ღალატის შესახებ, უთხრა იმ საიდუმლო შეხვედრის შესახებ ნატო ქავთარაძის სალონში, სადაც გადაწყდა მისი ბედი, უთხრა იმ უთვალავი მცირე და დიდი უსამართლობის შესახებ, რომლებიც იგი განიცადა წლების განმავლობაში. ეს იყო პირველი და ერთადერთი ჯერი, როდესაც მედიამ ესაუბრა ჭეშმარიტებას ხმამაღლა, ამბობს ნინო გოგოლაძე. და როდესაც იგი საუბრობდა, მისი ხმა იყო სავსე ტკივილით, მაგრამ ასევე გარკვეული განთავისუფლებით, თითქოს ბოლოს და ბოლოს, 10 წლეულების შემდეგ მას შეეძლო ეთქვა ის, რაც ყოველთვის სურდა ეთქვა. ნინო გოგოლაძემ ჩაწერა ყველაფერი, რაც მედიამ უთხრა და დაიწყო სტატიის წერა, სტატიის, რომელიც უნდა ყოფილიყო ექსპოზე, რომელიც უნდა გამხელა ის სისტემა, რომელიც კლავდა ქალ მსახიობებს, რომელიც უნდა ეჩვენებინა საზოგადოებას ჭეშმარიტება მედია ჯაფარიძის შესახებ. მაგრამ როდესაც ნინომ წარუდგინა სტატია თავის რედაქტორს, რედაქტორმა უარი თქვა მის გამოქვეყნებაზე. ეს არის ძალიან სენსაციური, ძალიან სკანდალური, თქვა რედაქტორმა. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ ასეთი მასალა მედია ჯაფარიძისა და რეზო ტაბუკაშვილის შესახებ. ისინი არიან ქართული თეატრის ლეგენდები. ეს დააზიანებს მათ რეპუტაციას, დააზიანებს თეატრის რეპუტაციას, შექმნის სკანდალს. ნინო გოგოლაძე სცადა ებრძოლა, სცადა დაეცვა თავისი სტატია, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო ზემოდან. ვახტანგ ჯავახიშვილმა, კულტურის სამინისტროს მოადგილემ, პირადად დარეკა გაზეთის მთავარ რედაქტორს და უთხრა, რომ ეს სტატია არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს არის საზიანო მასალა, რომელიც ააფუჭებს ქართული თეატრის იმიჯს, თქვა ვახტანგმა. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ჩვენი დიდი მსახიობები იყვნენ წარმოდგენილი ასეთ უარყოფით შუქში. და ასე სტატია, რომელიც უნდა ყოფილიყო მედიას ხმა, რომელიც უნდა ეთქვა ჭეშმარიტება, არასოდეს გამოქვეყნდა. როდესაც ნინო გოგოლაძემ უთხრა მედიას, რომ სტატია არ გამოქვეყნდებოდა, მედიას რეაქცია იყო მოულოდნელი. იგი არ გაბრაზდა, არ გაკვირდა, არ გაბრუნდა. იგი უბრალოდ თქვა, მე ვიცოდი. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჭეშმარიტება არასოდეს გამოვიდოდა ჩემს სიცოცხლეში. ისინი ძალიან ძლიერები არიან, ძალიან გავლენიანები, ძალიან დაინტერესებულები იმით, რომ შეინარჩუნონ მითი. და მე ვარ მხოლოდ ერთი ქალი, რომელსაც აღარ აქვს ძალა ებრძოლოს. ნინო გოგოლაძე იხსენებს, იმ მომენტში მე გავიგე, რომ მედია უკვე დანებებული იყო. იგი უკვე არ ელოდა სამართლიანობას, არ ელოდა ცვლილებას, არ ელოდა იმას, რომ ვინმე დაიჯერებდა მას. იგი უბრალოდ ცხოვრობდა დღითი დღე, ატარებდა თავის ტკივილს და ელოდა. მე არ ვიცი რას ელოდა. შეიძლება ბოლოს, შეიძლება განთავისუფლებას, შეიძლება უბრალოდ დასასრულს. ამ ინციდენტის შემდეგ მედიამ დაწერა ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო წერილი საკუთარ თავს, დღეს მე ვსცადე ვესაუბრე. ვსცადე გამეხმაურებინა ჩემი ხმა, გამეზიარებინა ჩემი ჭეშმარიტება. მაგრამ ისინი კვლავ ჩამაჩუმეს. არა ძალადობით, არა მუქარით, არამედ უბრალოდ იმით, რომ უარი თქვეს მოესმინათ.
და ახლა მე ვიცი, რომ ჩემი ხმა არასოდეს გაისმება ჩემს სიცოცხლეში. ჩემი ჭეშმარიტება დარჩება დამალული, ჩემი ტკივილი დარჩება უხილავი, ჩემი მსხვერპლი დარჩება უღიარებელი. და მე უნდა ვიცხოვრო ამ ცოდნით, რომ ყველაფერი, რაც მე მივეცი, ყველაფერი, რაც მე დავკარგე, ყველაფერი, რაც მე ვიტანჯე, იყო უაზრო, რადგან არავის ესმის, არავის აინტერესებს, არავის აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მედიამ არ დატოვა თეატრი. იგი აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა თამაშს, აგრძელებდა ცხოვრებას როგორც ჩრდილი. 1957-იანი წლიდან 1958-იანი წლების ბოლომდე მედიამ ითამაშა ათობით მცირე როლი, დაესწრო ასობით რეპეტიციას, გაატარა ათასობით საათი თეატრში, არა იმიტომ, რომ მას სურდა, არამედ იმიტომ, რომ მას არ იცოდა რა სხვა გაიკეთებინა. თეატრი იყო მისი ციხე და მისი თავშესაფარი, მისი წყევლა და მისი ხსნა, მისი ტკივილი და მისი ერთადერთი სიხარული. და ყოველ საღამოს სახლში დაბრუნებულმა მედია წერდა წერილებს საკუთარ თავს, წერილებს, რომლებიც ახლა ინახება თეატრის მუზეუმში, წერილებს, რომლებშიც იგი აღწერდა თავის ტკივილს, თავის იმედებს, თავის შიშებს, თავის ოცნებებს. წერილებს, რომლებიც იყო მისი ერთადერთი გზა, იყოს ჭეშმარიტი, იყოს თავისუფალი, იყოს საკუთარი თავი. წერილებს, რომლებიც იყო მისი მემკვიდრეობა, არა როლები, რომლებიც მან ითამაშა, არა სპექტაკლები, რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო, არამედ ჭეშმარიტება, რომელიც მან დატოვა მომავალი თაობებისთვის. რატომ არ წავიდა მედია? რატომ არ დატოვა რეზო, არ დატოვა თეატრი, არ დატოვა ეს სისტემა, რომელიც კლავდა მას? რადგან მედია, როგორც ათასობით სხვა ქალი მის დროს და ჩვენს დროს იყო მახეში საზოგადოებრივი მოლოდინების, ოჯახური ვალდებულებების, პროფესიული ამბიციების, პირადი ოცნებების. იგი იყო ქალი, რომელსაც ასწავლეს, რომ მსხვერპლი იყო სათნოება, რომ თავდადება იყო სიყვარული, რომ ჩუმება იყო ძალა. და როდესაც იგი ბოლოს გაიგო, რომ ყველა ეს იყო სიცრუე, უკვე გვიან იყო დაეწყო ახლიდან, უკვე გვიან იყო აეღო უკან და კარგული წლები, უკვე გვიან იყო გახდომოდა ის, ვინც იგი შეეძლო ყოფილიყო. და ახლა, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მედიას წერილებს, როდესაც ჩვენ ვიცით ჭეშმარიტება, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რამდენი მედია არსებობს დღეს? რამდენი ქალი ატარებს ამ ტკივილს ჩუმად? რამდენი ნიჭი იკარგება, რადგან სისტემა აფასებს ეგოს ნიჭზე, ძალაუფლებას ხელოვნებაზე, კონტროლს თავისუფლებაზე? და რა ვაპირებთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, გავაკეთოთ ამის შესახებ? 1958 წლის შემოდგომაზე, როდესაც მედია ჯაფარიძე უკვე იყო 52 წლის და მისი კარიერა თითქმის სრულად იყო ჩრდილში ჩაფლული, რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციულ შენობაში, მესამე სართულზე, პატარა დაბინძურებულ ოთახში, რომელსაც უწოდებდნენ არქივს, ინახებოდა დოკუმენტი, რომელმაც შეეძლო შეეცვალა ყველაფერი, მაგრამ რომელიც არასოდეს გახდა საჯარო. ეს იყო ხელშეკრულება, 5 გვერდის დოკუმენტი, დაბეჭდილი ძველ საბჭოურ ქაღალდზე, რომელზეც ხელს აწერდნენ რეზო ტაბუკაშვილი, ალექსანდრე წერეთელი და ვახტანგ ჯავახიშვილი 1955 წლის მარტში. ამ ხელშეკრულებაში, რომელიც აღმოაჩინა თეატრის ახალგაზრდა არქივარიუსმა ელენე ბერიძემ 2012 წელს, დეტალურად იყო აღწერილი სპეციალური შეთანხმება, რომლის თანახმადაც რეზო ტაბუკაშვილს ენიჭებოდა პრიორიტეტი ყველა მთავარ როლში, რომელიც შეეფერებოდა მის ასაკს და ტიპაჟს, ხოლო მედია ჯაფარიძე ნებაყოფლობით უარს ამბობდა კონკურენციაზე ამ როლებისთვის ოჯახური ჰარმონიის შენარჩუნების მიზნით. დოკუმენტის მეოთხე პუნქტში პატარა შრიფტით იყო ნაწერი: მედია ჯაფარიძე ვალდებულია არ გასცეს ინტერვიუები უცხოურ მედიას თეატრის დირექციის წინასწარი თანხმობის გარეშე, არ მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში რუსთაველის თეატრის ოფიციალური წარმომადგენლობის გარეშე და არ გამოხატოს საჯაროდ უკმაყოფილება როლების განაწილების მიმართ. ხელშეკრულების ბოლოს, პატარა შენიშვნაში იყო დამატებული: ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, მედია ჯაფარიძეს შეეძლება შეუწყდეს კონტრაქტი თეატრთან ერთპიროვნულად. ელენე ბერიძე, რომელიც ახლა მუშაობს თბილისის თეატრალურ მუზეუმში როგორც მთავარი კურატორი, იხსენებს იმ დღეს, როდესაც მან იპოვა ეს დოკუმენტი: მე ვხსნიდი ძველ კარადებს, ვეძებდი მასალებს თეატრის ისტორიის გამოფენისთვის. როდესაც ვიპოვე ყვითელი საქაღალდე, რომელზეც იყო ნაწერი კონფიდენციალური 1955-იანი. შიგნით იყო ეს ხელშეკრულება და კიდევ რამდენიმე დოკუმენტი, წერილები ვახტანგ ჯავახიშვილისგან ალექსანდრე წერეთელისადმი, სადაც ისინი განიხილავდნენ მედიას პრობლემას, როგორც ისინი მას უწოდებდნენ. ერთ წერილში ვახტანგი წერდა: მედია არის ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ შევზღუდოთ მისი გავლენა, მაგრამ ისე, რომ ეს არ გამოიყურებოდეს როგორც ჩაგვრა. საუკეთესო გზა არის გამოვიყენოთ რეზო, თუ მედია ფიქრობს, რომ ეს არის ოჯახური გადაწყვეტილება, იგი არ გაბრძოლდება.
როდესაც ელენემ წაიკითხა ეს დოკუმენტები, მან გაიგო, რომ მედიას ტრაგედია არ იყო უბრალოდ პირადი არჩევანი, ეს იყო სისტემატური, დაგეგმილი, ორგანიზებული კამპანია ერთი ქალის კარიერის განადგურებისთვის. კამპანია, რომელშიც მონაწილეობდნენ ყველაზე ძლიერი ადამიანები ქართულ თეატრში, მათ შორის მისივე ქმარი. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ბოლო დოკუმენტი საქაღალდეში, ხელნაწერი წერილი მედიასგან დათარიღებული 1955 წლის აპრილით, მიმართული ალექსანდრე წერეთელს. ამ წერილში მედია წერდა: ძვირფასო ალექსანდრე, მე წავიკითხე ხელშეკრულება, რომელიც თქვენ მომიტანეთ ხელმოსაწერად. მე ვიცი, რომ თქვენ მითხარით, რომ ეს არის ფორმალობა, რომ ეს არის სტანდარტული პროცედურა ყველა დაქორწინებული მსახიობებისთვის. მაგრამ მე არ ვარ სულელი. მე ვიცი, რომ ეს არის გზა, რომ შემზღუდონ, კონტროლირებულ გახადონ, გააჩუმონ. მე ვიცი, რომ თუ მე არ მოვაწერ ხელს ამ დოკუმენტს, მე დავკარგავ ჩემს ადგილს თეატრში. მე ვიცი, რომ თქვენ უკვე ესაუბრეთ რეზოს და რომ რეზო უკვე დათანხმდა ამ გეგმას. მე ვიცი ყველაფერი. და მაინც მე მოვაწერ ხელს, რადგან მე არ მაქვს არჩევანი. რადგან თუ მე დავკარგავ თეატრს, მე დავკარგავ ყველაფერს. ამიტომ მე მოვაწერ ხელს ჩემს საკუთარ სასჯელს, ჩემს საკუთარ ციხეს, ჩემს საკუთარ დასასრულს. მაგრამ იცოდეთ, ეს ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტება გამოვა, როდესაც ხალხი გაიგებს რა მოხდა, თქვენ ყველა იქნებით მსჯავრდებულები ისტორიის მიერ. არა ჩემი მიერ, მე ვიქნები უკვე წასული. არამედ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მოვლენ ჩვენს შემდეგ და რომლებიც ვერ გაიგებენ, როგორ შეძელით თქვენ განადგურება ასეთი ნიჭისა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ქალი. ელენე ბერიძე იხსენებს, როდესაც მე წავიკითხე ეს წერილი, მე ვიტირე. მე ვიჯექი იმ ძველ, მტვრიან არქივში და ვიტირე, რადგან მე გავიგე, რომ მედია იცოდა. იგი ყოველთვის იცოდა რა ხდებოდა, ვინ იყო პასუხისმგებელი, რა იყო ჭეშმარიტება. მაგრამ იგი არ შეეძლო გაეკეთებინა არაფერი, რადგან სისტემა იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ორგანიზებული, ძალიან უბრალოდ სასტიკი. ელენემ გადაწყვიტა გაეხმაურებინა ეს აღმოჩენა, მან დაუკავშირდა ჟურნალისტებს, ისტორიკოსებს, თეატრალურ კრიტიკოსებს. მაგრამ რეაქცია იყო მოულოდნელი, ბევრმა უარი თქვა ამ ისტორიის გამოქვეყნებაზე, ამბობდნენ, რომ ეს იყო ძალიან სენსაციური, ძალიან დამაზიანებელი რეზო ტაბუკაშვილის მემკვიდრეობისთვის, ძალიან რთული გასაგებად თანამედროვე აუდიტორიისთვის. ერთმა ცნობილმა თეატრალურმა კრიტიკოსმა კი უთხრა ელენეს: ელენე, შენ ხომ გესმის, რომ თუ ეს ისტორია გამოვა, ეს გაანადგურებს რეზო ტაბუკაშვილის იმიჯს. ეს გაანადგურებს იმიჯს, რომელზეც ჩვენ ავაშენეთ ქართული თეატრის თანამედროვე ისტორია. ადამიანებს სურთ რწმენა ლამაზ ისტორიებში, არა მტკივნეულ ჭეშმარიტებებში. მაგრამ ელენე არ დანებდა. 2012 წელს მან ორგანიზება გაუკეთა პატარა გამოფენას თეატრალურ მუზეუმში სახელწოდებით დამალული ისტორიები, ქალები ქართულ თეატრში. ამ გამოფენაზე, პატარა ვიტრინაში, იგი გამოფინა ის ხელშეკრულება და მედიას წერილი. გამოფენა გაიხსნა ჩუმად, თითქმის საიდუმლოდ, არ იყო დიდი რეკლამა, არ იყო ოფიციალური გახსნა, არ იყო მედიის დაფარვა. მაგრამ ისინი, ვინც მოვიდა, ძირითადად ახალგაზრდა ქალები, სტუდენტები, თეატრის მოყვარულები, იდგნენ იმ ვიტრინის წინ საათობით, კითხულობდნენ იმ დოკუმენტებს და ბევრი მათგანი ტიროდა. ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა, რომელიც მუშაობდა რუსთაველის თეატრში, უთხრა ელენეს: ახლა მე მესმის, რატომ ჩემი რეჟისორი მეუბნება, რომ მე ვარ ძალიან ემოციური მთავარი როლებისთვის. ახლა მე მესმის, რატომ ჩემი კოლეგა კაცი, რომელსაც აქვს ნახევარი ჩემი გამოცდილება, იღებს როლებს, რომლებზეც მე ვოცნებობ. ეს არის იგივე სისტემა, იგივე სქემა, იგივე სიცრუე, მხოლოდ ახლა ისინი იყენებენ სხვა სიტყვებს. რატომ გააგრძელა მედიამ მუშაობა იმ სისტემაში, რომელმაც ასე სისტემატურად განადგურა მისი კარიერა? რატომ მოაწერა ხელი იმ ხელშეკრულებას, რომელიც ფაქტობრივად იყო მისი კარიერული სასჯელი? ელენე ბერიძეს აქვს თავისი ანალიზი. მედია იყო ქალი, რომელიც ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც ქალებს არ ჰქონდათ ის არჩევანები, რაც აქვთ დღეს. იგი არ შეეძლო უბრალოდ წასულიყო და დაეწყო ახალი კარიერა სხვაგან. თბილისში იყო შეზღუდული რაოდენობის თეატრები და ყველა მათგანი იყო კონტროლირებადი იმავე ადამიანების მიერ. იგი არ შეეძლო წასულიყო საზღვარგარეთ, საბჭოთა კავშირში ეს იყო თითქმის შეუძლებელი. იგი არ შეეძლო ესაუბრა საჯაროდ, ვინ დაუჯერებდა მას. ამიტომ მედიამ გააკეთა ერთადერთი, რაც შეეძლო, გააგრძელა მუშაობა, გააგრძელა ცხოვრება და დატოვა ჩანაწერები, დატოვა მტკიცებულებები, დატოვა ჭეშმარიტება მომავალი თაობებისთვის. იგი იცოდა, რომ მისი ხმა არ გაისმებოდა მის სიცოცხლეში, მაგრამ იგი იმედოვნებდა, რომ ერთ დღეს, როდესაც დრო შეიცვლებოდა, როდესაც ადამიანები იქნებოდნენ მზად მოესმინათ, მისი ჭეშმარიტება ბოლოს და ბოლოს გამოვიდოდა.
1958 წლის ბოლოდან 1959 წლების დასაწყისამდე მედიას ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა გაგრძელდა გაუარესება, მაგრამ არა იმ გზით, როგორც რეზო და თეატრალური ელიტა ამბობდნენ. მედიას არ ჰქონდა სერიოზული დაავადებები, არ ჰქონდა ქრონიკული ტკივილები, არ იყო ფიზიკურად სუსტი. მაგრამ მას ჰქონდა რაღაც უფრო საშიში, ჰქონდა ის, რასაც ახლა ფსიქოლოგები უწოდებენ ემოციურ გადაცვას, დეპრესიას, ტრავმას. მედია იღვიძებდა ყოველდღიურად და გრძნობდა, რომ მას აღარ ჰქონდა ენერგია, აღარ ჰქონდა სურვილი, აღარ ჰქონდა იმედი. იგი მიდიოდა თეატრში არა იმიტომ, რომ სურდა, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო რუტინა, ეს იყო ჩვევა, ეს იყო ერთადერთი, რაც მას რჩებოდა. იგი თამაშობდა სცენაზე არა იმიტომ, რომ გრძნობდა პერსონაჟებს, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მექანიკური პროცესი, რომელსაც იგი შეეძლო შეესრულებინა ავტომატურად, გამორთული ემოციებით. ნინო ჭავჭავაძე, რომელიც ამ დროს კვლავ მუშაობდა გრიმიორად, იხსენებს, 1959 წლების დასაწყისში მედია მოდიოდა გრიმიორში და უბრალოდ იჯდა სარკის წინ, უყურებდა საკუთარ ასახვას და არაფერს არ ამბობდა. ადრე, როდესაც მე ვხატავდი მის სახეს, ჩვენ ვსაუბრობდით სპექტაკლებზე, როლებზე, ცხოვრებაზე. მაგრამ ახლა მედია იყო ჩუმი. არა ცივი, არა უხეში, უბრალოდ ჩუმი, თითქოს მას აღარ ჰქონდა სიტყვები, აღარ ჰქონდა ენერგია საუბრისთვის. ერთხელ მე ვკითხე მას, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი და მედიამ უბრალოდ უყურა მე თვალებში და თქვა, ნინო, რა არის რიგზე? რა არის არა რიგზე? მე აღარ ვიცი განსხვავება. თეატრის სხვა თანამშრომლებიც იხსენებენ ამ ცვლილებას მედიაში. გიორგი მესხი ამბობს, მედია იყო როგორც მოჩვენება საკუთარი თავისა. იგი იყო იქ ფიზიკურად, მაგრამ არა ემოციურად. იგი თამაშობდა როლებს, მაგრამ მის თამაში აღარ იყო ის სიღრმე, ის ინტენსივობა, რომელიც ადრე იყო. ეს არ იყო იმიტომ, რომ მედია კარგავდა თავის ნიჩს, ეს იყო იმიტომ, რომ მედია კარგავდა თავის სულს. ერთ-ერთმა ახალგაზრდა მსახიობმა, რომელიც იმ დროს ახლახან იყო მოსული თეატრში, უთხრა გიორგის, მე ვხედავ მედია ჯაფარიძეს სცენაზე და ვფიქრობ, ეს არის ის დიდი მსახიობი, რომელზეც ყველა საუბრობს. ეს არის ის ლეგენდა? რადგან მე ვხედავ მხოლოდ დაღლილ ქალს, რომელიც თამაშობს როლებს, მაგრამ რომელშიც აღარ არის სიცოცხლე. გიორგიმ სცადა ახსნა ამ ახალგაზრდა მსახიობისთვის, რომ მედია ადრე იყო განსხვავებული, რომ იგი იყო ბრწყინვალე, ცოცხალი, ვნებიანი. მაგრამ ახალგაზრდა მსახიობმა უბრალოდ თქვა, მაშინ რა მოხდა? როგორ შეიძლება ადამიანმა ასე შეიცვალოს? მედია ჯაფარიძის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ქალის ტრაგედია, ეს არის ათასობით ქალის ისტორია, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ოცნებები, თავიანთი კარიერები, თავიანთი ხმები იმ სისტემებში, რომლებიც აფასებდნენ მათ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი ემსახურებოდნენ კაცების ამბიციებს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს პატრიარქალური სისტემა სიყვარულს, ოჯახს, ტრადიციას, როგორც იარაღს ქალების კონტროლისთვის. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ქმნის საზოგადოება მითებს, რომლებიც მალავენ ჭეშმარიტებას, რომლებიც იცავენ ძალაუფლების სტრუქტურებს, რომლებიც აჩუმებენ მსხვერპლთა ხმებს. მაგრამ მედიას ისტორია ასევე არის იმედის ისტორია, იმედი, რომ ჭეშმარიტება რამდენიც არ უნდა დაიგვიანოს, ბოლოს და ბოლოს გამოვა. იმედი, რომ ხმები რამდენიც არ უნდა ჩაახშონ, ბოლოს და ბოლოს გაისმება. იმედი, რომ სამყარო რამდენიც არ უნდა ნელა იცვლებოდეს, ბოლოს და ბოლოს შეიცვლება. მედიამ დატოვა თავისი ჩანაწერები არა იმიტომ, რომ მას სჯეროდა, რომ ისინი შეცვლიდნენ მის ცხოვრებას, იგი იცოდა, რომ ეს გვიან იყო მისთვის. მან დატოვა ისინი იმიტომ, რომ მას სჯეროდა, რომ ისინი შეიძლება შეეცვალათ სხვების ცხოვრება, ქალების, რომლებიც მოვლენ მის შემდეგ, ქალების, რომლებიც შეიძლება ისწავლონ მისი ისტორიიდან, ქალების, რომლებმაც შეიძლება არ გაიმეორონ მისი შეცდომები. და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ეს ისტორია, ჩვენ გვაქვს არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ცხოვრება, თითქოს არაფერი არ მოხდა, თითქოს მედიას ტკივილი არ ჰქონდა მნიშვნელობა, თითქოს მისი მსხვერპლი იყო უაზრო. ან ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც, შევცვალოთ სისტემები, რომლებიც კვლავ არსებობს, ვებრძოლოთ უსამართლობებს, რომლებიც კვლავ ხდება, ვისმინოთ ხმები, რომლებიც კვლავ ჩუმდება. ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ მედიას მსხვერპლი მნიშვნელოვანი, არა იმით, რომ ვიტირებთ მის ბედზე, არამედ იმით, რომ ვიბრძვით, რომ სხვა ქალებმა არ განიცადონ იგივე ბედი. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ მედია ჯაფარიძისა და რეზო ტაბუკაშვილის ისტორიაზე? იყო თუ არა მედია მსხვერპლი სისტემისა, რომელმაც აფასებდა კაცების ამბიციები ქალების ნიჩზე, თუ იგი თავად იყო პასუხისმგებელი თავის არჩევანებზე? იყო თუ არა რეზო ბოროტი მანიპულატორი, რომელმაც განზრახ განადგურა თავისი ცოლის კარიერა, თუ იგი თავად იყო პროდუქტი იმავე პატრიარქალური სისტემისა? და ყველაზე მთავარი, რას ვაკეთებთ ჩვენ, დღევანდელი საზოგადოება, რომ არ გავიმეოროთ ეს ისტორია?
დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გვინდა ვიცოდეთ, ახსოვთ თუ არა მედია ჯაფარიძე თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს მეხსიერებაში. დააჭირეთ ლაიქს თუ თქვენ გჯერათ, რომ ჭეშმარიტება უნდა გაისმეს და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ დავიწყებულები, მაგრამ რომელთა ხმები დგას გასაგონად.